საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა იზრდება. იანვარ-სექტემბერში შუა დერეფნის მარშრუტზე გადაზიდული ტვირთების მოცულობა 40%-ით გაიზარდა. ამ ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, როგორ უნდა განვითარდეს შუა დერეფანი ისე, რომ საქართველო კონკურენტუნარიანი დარჩეს რეგიონულ სატრანსპორტო რუკაზე. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც განიხილება ალტერნატიული პროექტები, მათ შორის ზანგეზურის დერეფანი. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებ ჩვენ სტუმართან, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან ლევან სულაბერიძესთან ერთად. მოგესალმებით ბატონო ლევან, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა გიორგი, მიხარია რომ ერთად ვართ ისევ ეთერში. მეც მიხარია, ბატონ ლევან, როგორც ვახსენეთ, ბოლო პერიოდში შუა დერეფანში ტვირთბრუნვა იზრდება. თუმცა საინტერესოა, რამდენად დამაკმაყოფილებელია აღნიშნული ზრდა და ამავდროულად რა ფაქტორები განაპირობებს შუა დერეფნის მიმზიდველობას. იმისათვის რომ ვისაუბროთ ზოგადად სიღრმისეულად, ჩვენ უნდა დავინახოთ რამდენიმე ფაქტორი. მოდით გავყოთ ტვირთბრუნვა, რაც თავისთავად ბუნებრივად ისედაც გაყოფილია, ეს არის მშრალი ტვირთები, თხევადი ტვირთები და საკონტეინერო ტვირთები. მშრალი და თხევადი ტვირთების ნაწილში მე პრინციპში კითხვები არ მაქვს და ლოგიკურიცაა გარკვეული თვალსაზრისით, იმიტომ რომ თხევადი ტვირთების ნაწილში ყაზახეთის დაინტერესება ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ მათ სურთ და ეს პოლიტიკური ინტერესის რანგში არის აყვანილი ყაზახეთის მხრიდან, რომ მოახდინონ მათი ნავთობის, ნედლი ნავთობის ექსპორტის გზების დივერსიფიკაცია და ეს სწორედ ეს აისახა და ამ სახით აისახა სწორედ ეს ჩვენი დერეფნის ტვირთბრუნვაზე და კონკრეტულად ალბათ დარწმუნებული არის ძირითადად ბათუმის ტერმინალის ბათუმის ნავსადგურის ტვირთბრუნვაზე აისახა. ნაყარი ტვირთების ზრდაც შედარებით ნაკლებია თუ დავაკვირდებით ამ სტატისტიკას ვიდრე თხევადი ტვირთებისა. აქაც არის გარკვეული ახსნა, იმიტომ რომ გაშენდა გარკვეული სპეციალიზირებული საწყობი, ერთ ფოთშიც, ბათუმშიც ბიზნესი მეტნაკლებად, ტრეიდერები მეტნაკლებად გადაეწყდნენ და მოერგნენ არსებულ სიტუაციას და შესაბამისად ეს ყველაფერი ტვირთბრუნვის გარკვეულ ზრდაზე აისახა. თუ დავაკვირდებით, ხო, რაც შეეხება საკონტეინერო ტვირთბრუნვას, ჩვენ აი საკონტეინერო ტვირთბრუნვას უბრალოდ ციფრს თუ შევხედოთ, ციფრი ძალიან მიმზიდველია, თუმცა კარგად უნდა გავერკვეთ რა არის ამ ციფრის უკან. უპირველეს ყოვლისა, როცა დეკლარირება ხდება საკონტეინერო ტვირთის რაოდენობაზე ნავსადგურების მხრიდან, აქ უნდა აუცილებლად გავმიჯნოთ ერთი ფაქტორი. ის ციფრი, რომელიც 566,000-ზე ცოტა მეტი ციფრი არის, ეს არის დათვლილი 20 ფუთიანი კონტეინერის ეკვივალენტში და ეს არ არის ცალობა. თუ ჩვენ ამას შევხედავთ, რატო ესე სკრუპულოზურად მინდა რატო უღრმავდებით? ის ტვირთები და დიდი ნაწილი ტვირთებისა, რაც საქართველოს ნავსადგურებში გადაიტვირთება, არ არის ჩვენი დერეფნის ან მანამდე დერეფნიდან მოსული დერეფნის ტვირთი. ეს ძირითადი ზრდა დარწმუნებული ვარ თუ ჩვენ ამას ჩაუღრმავდებით, ეს არის ამერიკიდან გადაზიდული 40 ფუთიანი კონტეინერების ხარჯზე, რომელიც მატულობს ეს ცალკე ბიზნესია და ცალკე სიხარულის დარწმუნებული ვარ, მიზეზი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი დარგია ჩვენი ეკონომიკის და შემოსავლების, როგორც მოსახლეობაში, ისე ბიუჯეტში, თუმცა ეს ტვირთი, ეს კონტეინერი ხშირ შემთხვევაში ნავსადგურის ან თუნდაც ფოთის საზღვარსაც კი არ კვეთს და ის ვერაფრით ვერ აისახება დანარჩენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შემოსავლებში. შესაბამისად, ჩვენ თუ უფრო დეტალური შლა გვექნება საკონტეინერო ბრუნვისა, უფრო სწორი სურათი გვექნება იმისა, თუ რა მდგომარეობა გვაქვს. თუმცა ჩინეთიდან გარკვეული ზრდა შეინიშნება, მაგრამ შეინიშნება ზრდა შარშანდელ წელთან შედარებით, მაგრამ ის დასახული მიზნები, რომელიც შარშან ამ დროს დაისახა ჩინეთის რკინიგზასთან ერთად და ჩინეთის რკინიგზის სურვილი იყო, მე მგონი ჯერჯერობით ჩამორჩება გრაფიკს ეს მოლოდინები. კი ბატონო, აი ცალ-ცალკე ჩავშალოთ შემდგომ ჩვენ სექტორები და მოდით რკინიგზით დავიწყოთ. თქვენ ახსენეთ რკინიგზა და 40%-იანი ზრდა არის სწორედ ჩინეთიდან შეომავალი ტვირთების მიმართულებით, მატარებლის მიერ გადაზიდული სარკინიგზო გზით გადაზიდული ტვირთების მიმართულებით. თქვენ ახსენეთ, რომ ეს არ არის საკმარისი ზრდა. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და რა უნდა გაკეთდეს
ხდეს იმისთვის, რომ ჩვენი რკინიგზის დატვირთულობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. რა რესურსი გვაქვს დღეს და რისი მიღწევა შეგვიძლია საინტერესოა? პირველ ყოვლისა, სანამ დავიწყებთ იმაზე, უშუალოდ რკინიგზაში რა უნდა გაკეთდეს, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ იმისათვის, რომ ისევ გავყოთ ტვირთი სახეობების მიხედვით, საკონტეინერო მშრალი და თხევადი ტვირთები, იმისათვის, რომ ჩვენ სანამ რკინიგზის უშუალოდ ინფრასტრუქტურაზე ვისაუბრებთ, ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სანავსადგურო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობები. იმისათვის, რომ ნაყარი და თხევადი სახის ტვირთებისთვის გაცილებით მეტი სასაწყობო ფართი შეიქმნას უშუალოდ შიგნით ნავსადგურებში. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს თვითღირებულებაზე, ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, ტვირთის გადამუშავების თვითღირებულებაზე, მის ხელმისაწვდომობაზე, მომსახურების სისწრაფეზე და ზოგადად საჭიროება დგას დღეს ამისი საინტერესო. რა თქმა უნდა, პირველ გიორგი რაშია ისიც საქმე 22 წელს, როცა უკრაინაში ომი დაიწყო და ძალიან დიდი რაოდენობით ტვირთი მოგვაწყდა, თვალით შესამჩნევი იყო, თუ ვინმე დაკვირვებია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ვაგონები იდგა მთელი საქართველოს რკინიგზის მანძილზე და ეს გრძელდებოდა აზერბაიჯანის მიმართულებით და პირველი მიზეზი ამის ის იყო, რომ ვერ მიიღო ქართულმა ნავსადგურებმა და ტერმინალებმა ის ტვირთი, რომელიც გამოცხადდა სარკინიგზო ტვირთის სახით ფოთის და ბათუმის ნავსადგურში და ისინი ელოდნენ გამოთავისუფლებულ სასაწყობო მეურნეობებს ნავსადგურებში. ჩვენ უპირველეს ყოვლისა, როცა ვსაუბრობთ ღრმაწლოვანებაზე, ნავსადგურის ღრმაწლოვანება არის ერთ-ერთი ტექნიკური მახასიათებელი ნავსადგურისა, თუმცა მნიშვნელოვანი, თუმცა არაგადამწყვეტი, ძალიან მნიშვნელოვანი, კარგია, როცა ღრმაწლოვანი ნავსადგური გაქვს და შეიძლება მიიღო 50.000-იანი გემები, თუმცა 50.000-იანი გემის მიღებას ჭირდება შესაბამისი მოცულობის სასაწყობო ფართები. ჩვენ ეხლაც რო გქონდეს შესაბამისი სასაწყობო ფართები, რომელიც მოგცემს სხვადასხვა დასახელების ტვირთის ერთდროულად 100, 150, 200.000 ტონის სხვადასხვა დასახელების ტვირთის, არა ჯამურად, არამედ სხვადასხვა დასახელების და სახეობის ტვირთის ერთდროულად შენახვის საშუალება, ეს ბევრად გაზრდიდა მთლიანად ერეფნის საშუალებას და შესაბამისად რკინიგზაც არ შეფერხდებოდა ამ თვალსაზრისით. თუ დაუბრუნდებით რკინიგზას, იმის გათვალისწინებით, თუ რა პერსპექტივებს სახავთ, ვაშენებთ ანაკლიას, გვინდა რომ განვითარდეს ფოთის ნავსადგური, სხვა იმ სანავსადგურო თუ ნავსადგურის მსგავსი დიდი ინფრასტრუქტურები ვითარდება, განსაკუთრებით სამეგრელოში, რომელიც გაზრდის დაწოლას რკინიგზაზე, მე ვფიქრობ, რომ რკინიგზის გამტარუნარიანობაზე ფიქრი არამხოლოდ აი რიკოთის გვირაბის პროექტის დამთავრებით, არამედ სხვა კიდევ ნიუანსებით უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, რომ დაემატოს სამეგრელოში მეორე ხაზი აბაშიდან უკვე ფოთის მიმართულებით, ზუგდიდის მიმართულებით, რომ ის ხაზი, რომელიც უნდა მოემსახუროს ანაკლიას და ასე შემდეგ. მეტი შესაძლებლობა ვიდრე გვაქვს ტვირთი, არასდროს არ არის ცუდი. მეტი შესაძლებლობა, მეტი ინფრასტრუქტურა ყოველთვის ხდება დამატებითი ტვირთის მოზიდვის საფუძველი და შესაძლებლობა. ანაკლია ახსენეთ და სპორტების მიმართულება გარკვეულწილად რომ ამოვწურათ ანაკლიის პროექტზე მინდა გკითხოთ, რომელიც გარკვეულწილად დროში მაინც გაჭიანურდა ჯერჯერობით რა პროცესებიც მიმდინარეობს. თქვენი აზრით, ხომ არ გვიანდება ამ პროექტის განხორციელება, ანუ დროში როგორ შეაფასებთ და იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ანაკლიის მიმართულებით და ამავდროულად რამდენად სწრაფად ჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ ანაკლიის პროექტი შევიდეს ექსპლუატაციაში? ვერ გეტყვით რამდენად გვიანდება, იმიტომ რომ არ ვიცნობ გრაფიკს პროექტის განხორციელების, არ ვიცნობ დიზაინს და ასე შემდეგ. არსებული სურათი თუ შეიძლებოდა ასე ვთქვათ. გამოცხადებული მიზანი რაც არის, რომ 29 წელს გემი უნდა მივიღოთ, ეს უკვე არის გარკვეული არ მიყვარს ეს გარკვეული დედლაინი პროექტის დასრულებისა, არა უბრალოდ, არამედ იმისა, რომ მან დაიწყოს ფუნქციონირება. მაგრამ ეს მაინც გამოგვდის და ობიექტურიც და ლოგიკურიც არის, რომ ეს ესე არის, იმიტომ რომ ეს არის პროექტი, რომელიც ნოლიდან ხორციელდება, იქ ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას ჯერ კიდევ და შემდეგ მისი ექსპლუატაციაში გაშვების მერეც ძალიან ბევრი რამ იქნება ანაკლიაში შესაქმნელი, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო გაღვეხორციელებინა პარალელურად ბევრად მოკლე პროექტები, რომელსაც ექნებოდა ეფექტი დღეს. და ეს იქნებოდა ფოთის
ნავსადგურის გაფართოების პროექტი, რა თქმა უნდა, ფოთისპორტის მმართველთან თუ ოპერატორთან ერთად. მისი მეშვეობით, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ის ბევრად მოკლე, მე რამდენადაც ვიცნობ ამ პროექტებს და მათ განწყობას და მათ შესაძლებლობებს, დაახლოებით იმ წელს, თუნდაც 22-23 წელს ამ პროექტების ინიციირება რომ მომხდარიყო, წელს ეს პროექტები უკვე იმუშავებდა და მათ უკვე ექნებოდათ ეფექტი დერეფანზე. ეს მოგცემდა იმის საშუალებას, რომ ჩვენ კი ვაშენებთ დიდ ნავსადგურს, რომელსაც დიდი ეფექტი ექნება ბევრად შეიძლება დერეფნისთვის, თუმცა ჩვენ უკვე აგერ ვართ დამატებით შესაძლებლობებს უკვე გთავაზობთ. ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი დერეფნისთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის, ჩვენი მეზობლებისთვის. კი ბატონო, და სანამ ეს ზანგეზურის დერეფანზე აუცილებლად უნდა გითხოთ და მანამდე ჩვენ გარკვეულწილად გამოწვევებს შევეხეთ. თუმცა, მაინც რომ ვისაუბროთ ინფრასტრუქტურაზე და თანხმედრაზე ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტვირთბრუნვის ზრდის, ანუ რამდენად თანხმედრაშია დღეს შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარება ტვირთბრუნვის ზრდასთან. კიდევ სათქრჩება გამოწვევები და კიდევ რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ გაზრდილ ტვირთბრუნვას სრული მზადყოფნით დახვდეს ჩვენი ინფრასტრუქტურა. მოდით მაშინ უფრო გლობალურად ვისაუბროთ და გავცდეთ საქართველოს ფარგლებს, იმიტომ რომ დერეფანი არ არის მხოლოდ საქართველოს, ხო და შესაბამისად ბევრად დიდი გეოგრაფიული არეალია, ვიდრე მხოლოდ საქართველო. მოდით ესე ვისაუბროთ, თუ ჩვენ ვაშენებთ ანაკლიას ალბათ ფოთის ნავსადგურის განვითარებაზეც იქნება საუბარი ადრე თუ გვიან, ჩვენ უნდა შევხედოთ ერთ რამეს. რა შეუძლია ზოგადად დერეფანს და ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე პრობლემურ ნაწილს ეს არის კასპიის ზღვის ნავსადგურები. კასპიის ზღვის, ასე ვთქვათ, გადაკვეთის პრობლემა დგას და ჯერ კიდევ იდგება ბევრი სხვადასხვა ძალიან ობიექტური და ტექნიკური მიზეზის გამო. მე ვიცი ერთი რამ, რომ კასპიის ზღვის ორივე მხარეს საკონტეინერო ინფრასტრუქტურის ნაწილში თუ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ნაყარი და განსაკუთრებით ხევადი ტვირთის ნაწილში მათ გაცილებით უკეთეს შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე საკონტეინერო ნაწილში, იმიტომ რომ საკონტეინერო ნაწილში შედარებით გვიან დაიწყეს განვითარება და ზოგადად საკონტეინეროს ცოტა სხვა ხედვა და სხვა სპეციფიკა ახასიათებს. თუ ჩვენ და შესაბამისად თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ აქტაუს პორტი არის ნომინირებული საკონტეინერო ჰაბად ყაზახეთში და ბაქოს ნავსადგური, ორივე ნავსადგური მათი მოდერნიზაციის დამთავრების შემდეგ და ეს იქნება 2030 წელს, იქნება მან შესაძლებელი იქნება 230,000 ერთეულის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და არა ცალის, 230,000 ერთეული კონტეინერის გადატვირთვა. ჩვენ 230,000 ერთეულს, რომელიც ცალობაში დაახლოებით შეიძლება იყოს 150,000-160,000 კონტეინერი, ჩვენ დავახვედრებთ ანაკლიაში და დაახლოებით მილიონი კონტეინერის გადატვირთვის შესაძლებლობას. ჩვენი ნავსადგურების შესაძლებლობა ბევრად მეტია დღეს, ვიდრე ეს შეუძლია კასპიას საკონტეინერო ნაწილში. კიდევ ერთხელ ვამბობ, საკონტეინერო ნაწილში. აქ კიდევ საკითხი ისმის რკინიგზის ნაწილში. თუმცა დიდი დატვირთვით და რკინიგზელების ესეთი მონდომებით ეს აწევადი ციფრია, თავარი არის ეს ტვირთი არსებობდეს. იმიტომ რომ მე ვიტყვი ერთ რამეს, რომ გაცილებით დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ 9 თვის მონაცემებით 12,000 ერთეულზე თუ ცოტა მეტზე არის საუბარი ის, რომ გადაიზიდა ქართული ჩინური ტვირთი, ჩვენ ამ დერეფანში ზოგადად მარტო საქართველოში მოლოდინი იყო ბევრად მეტის. ეს არ არის ხა დერეფნის ვიღაცა ამას ყველაფერს წვეთს ჩინური მხარე. მას გარკვეული ახსნა ექნება, რასაც ალბათ გარკვეულ პერიოდში მოვისმენთ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, ჩამორჩენა სერიოზულია და ეს არ არის ჩვენი ინფრასტრუქტურის ან რომელიმე სხვა ინფრასტრუქტურის არასაკმარისობის გამო. მიზეზები ჯერჯერობით ჩემთვის სიმართლე გითხრათ, ყოველ შემთხვევაში უცნობია. შესაბამისად, მაგრამ ჩვენ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სადღაც რაღაც მომენტში უნდა გავჩერდეთ და ხელი ჩამოვაყრდოთ და დავიწყოთ ამის ყველაფრის ზრდა, მოლოდინი, როდის მოხდება ტვირთბრუნვის ზრდა. ნებისმიერ შემთხვევაში ჯერ არის ინფრასტრუქტურა და შემდეგ მოდის ტვირთი. ჩვენ დამატებითი შესაძლებლობები უნდა შევქმნათ ინფრასტრუქტურაში და აქ არის ზუსტად მთავარი გასაღები. ჩვენ ინფრასტრუქტურაში დამატებითი შესაძლებლობები უნდა შევქმნათ იმ თვალსაზრისით, რომ შევქმნათ დამატებითი სერვისები. ის რომ კონტეინერი უბრალოდ მოვიდა, გადაიტვირთა და წავიდა, მოვიდა რკინიგზით პირობითად და გადაიტვირთა გემზე და წავიდა, თავისთავად ეს მომსახურების სახე უნდა იყოს, თუმცა საქართველოს ნავსადგურებში
უნდა გაიზარდოს დეკონტეინერიზაციის და კონტეინერიზაციის ტექნიკური შესაძლებლობები, როცა ტვირთი გამოდის კონტეინერი და იცვლის სატრანსპორტო საშუალებას, ამ პირიქით სხვა სატრანსპორტო საშუალებიდან გადადის კონტეინერში და ისე იგზავნება დანიშნულების მისაღებად. ამას დამატებითი ინფრასტრუქტურა ნამდვილად ჭირდება. კი ბატონო, ცოტა დრო გრჩება და მინდა გითხოთ ზანგეზურის დერეფანზე. ჩვენ ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება მოვისმენთ ამ თემაზე. ზოგი მიიჩნევს, რომ იგი ალტერნატივაა შუა დერეფნის, ზოგი მიიჩნევს, რომ პირიქით ხელშემწყობია. საინტერესოა თქვენი შეფასება როგორია? რამდენად შეიძლება იქცეს გამოწვევად ამ პრობლემად ზანგეზურის დერეფანი შუა დერეფნისთვის, თუნდაც იმ მოცემულობაში, რომ სულ უფრო აქტუალურად და აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც ჩაერთვება და ზანგეზურის დერეფანის პროექტი ნამდვილად განხორციელდება. ძალიან უტრირებულ შედარებას გავაკეთებ, ძალიან მაღალმთიან სოფლებში საქართველოში, სადაც კი ბეტონის გზა გაჩნდა, კარგი გზა გაჩნდა, ყველგან დაიწყო მოსახლეობამ სიარული და თუნდაც ტურისტების ნაკადმაც მოიმატა. იქ სადაც გზა აშენდება, გიორგი, იქ ტვირთი გაივლის. მაგრამ ამ გზის ფუნქციონალურ დატვირთვას მე მაინც ხედავ, რომ მეზობლებს შორის ვაჭრობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა იქნება პირველ რიგში საავტომობილო გადაზიდვების თვალსაზრისით. იქნება საინტერესო და არის საინტერესო ეს აზერბაიჯანისთვის და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკისთვის, თურქეთისა და აზერბაიჯანის ვაჭრობისთვის, თავად უშუალოდ სომხეთის რესპუბლიკისთვის, მაგრამ ის რაც ჩვენ აქამდე ვილაპარაკეთ, ჩვენი ინფრასტრუქტურის დახვეწა განვითარების ნაწილში, თუ ეს ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ, მე არ მეგულება რაიმე სხვა პროექტი, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ჩვენი როლის აწევას და ჩვენი მიმართულებით ტვირთბრუნვის ზრდას, ვინაიდან ჩვენ მართლაც უმოკლესი გზა ვართ აზიიდან ევროპისკენ და პირიქით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან გადაცემაში სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ლევან სულაბერიძე, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი.